მოგესალმებით, დღეს გადავიღებთ ფუდრავს ისევ და ისევ ძალიან ბევრი მიწერდით სათხარო და როგორც იქნა დაუბრუნდი რაღაც მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი ვიდეოების დადებას და მოდი ახლა წყობა ავირჩიოთ წინა ფუდრავის ვიდეოში მხოლოდ ერთი მოგების დადება მოვახერხე რაც ძალიან ცუდი იყო და მოდი ახლა ავირჩიოთ წყობა ან 4 აი ამას ავიღებ იმიტომ რომ Ultimate Team-საც ამ წყობით ვთამაშობ და პირველი ფეხბურთელი, აბა, რივალდო, დიდი ისეთი კარდი არაფერი არ არის, მაგრამ იყოს რა, სტრაიკერად, გოუთზე, ნუნიეში, თუ ნუნესი, არ ვიცი, დარვინი მოკლედ. აქეთ საშინელება ხდება, მოდი ავიღოთ ეს 94 აქ. აზე არ ვარ ვინ არის რა არის. შემდეგი პედრი აქეთ ნახევარდაცვაში მოდი ავიღოთ პედრი. კამზე ვინ გვეყოლება, აბა, ელშა არა ვიღოს. შემდეგი კარდი. ამში კი რო არ ავიღო არ შეიძლება. აქეთ კარერასი გოლზე გადავედით უკვე. შემდეგი მცველი ტოტი ვანდაიკი, იდეალური. შემდეგი მცველი ხუსანოვი. მოდი ხუსანოვი ვცადოთ, აბა. არასდროს არ მითამაშია ამ კარდით. ან გაბრიელი უნდა ამიღო ან ხუსანო. ვესლი იყოს თუ კორდობა. მოდი ეს იყოს ელშარავის პონტში. კარში უსაშინლესი და იმედია ეხლა მაინც იაშინი მოდი იყოს. ძალიან მაგარი მეკარეო FIFA-ში. შემდეგი კარდი ალფონსო დევისი ავიღოთ. შეთამაშება ძალიან ცუდი აქვს, მაგრამ რაღაცას მოვახერხე. მოდი ეს ავიღოთ რა, რეიტინგს აგვიწევს უფრო. შემდეგი აქ ეხლა უკვე ნახევარმცველებზე გადავედით და ბაჯო უეჭველი ძმაო. დავაყენოთ აქ ელშა არავი არა ის. შემდეგი მოდი ოლისე ავიღოთ და შეიძლება იმ ვიღაცის ნაცვლად რმზე დავაყენო. არა. ოლისე არ დადგება გვარეშმა. აი უკვე გუნდს იმსგავსება ნელ-ნელა. შემდეგი მოდი ავიღოთ სალახი და ეს სადმე სხვაგან არ დადგება, კი სტრაიკერადაც დგება. მოდი მაშინ ეს სტრაიკერად გავუშვათ და სალახი დავაყენოთ მარჯვენა ვინგერად. შემდეგი კარდი. დილორენცო არ გშორდება და ნიკო პასს ავიღებ, ქალის ამღები მე არ ვარ. ვემო. ავიღოთ ეს, მაინც არ ვათამაშებ, მაგრამ მაინც ხო სხვა ვინ უნდა ავიღო, კიდ გოუთია, მაგრამ თან დევისის ნაცვლად. შემდეგი კარდი. დეზირე დუე. მის შემოყვანა შეიძლება რივალდოს ნაცვლად დრიბლინგი აქვს ძალიან მაგარი და ხო ხდებით რა. შემდეგი კარდი. გოდს. აზაზე არ ვინ არის და მწვრთნელი გვინდა ეხლა ესპანელი ან ლა ლიგიდან ან ორივე ერთად. პედრის გამო რო პედრის მოემატოს და საშინლად არ გაგვიმართლა და ავიღოთ ეს ვიღაცა იტალიელი. ეხლა გუნდს გადავაწყობ რაღაცა და დაგიბრუნდებით ეგრევე. მოკლედ გუნდი გამოიყურება ესე პედრის მაინც ვერაფერი ვერ მოუხერხე, მაგრამ პედრია და ითამაშებს რაღაცას იზამს და პირველი თამაში და ჩვენი პირველი მსხვერპლი ვნახოთ, აბა ვინ იქნება. ამშიკით თამაშის მუღამი მაგ ძალიან. გუნდის ნახვა ვერ მოვასწარე. მე დავსკიპე შემთხვევით არა უშავს. მარადონა ყავს ერთი წინ, ბელინგემიც ყავს. რაღაცა ქალიც ყავს და მის გამო დაისჯება. რონალდინიო ყავს თან. კაი, დავიწყეთ ჩვენებური თამაში. ბურთი არ უნდა მივცე აი საერთოდ სალას 5 ვიქრუთი აქ და რორამე მარჯვენათიც გავუბაბანებთ ქვარეშმა, კარგი პასი აქეთ, ერთი პასია ბაჯოზე საჭირო და 1-0 ანგარიში. ბაჯო გატანილი გოლის ავტორი. აქ რონალდინიო შეგვაჩერეთ პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ გამიქცა ისევ რონალდინიო დაარტყმა და იაშინ რას მიკეთებ. აი რა, კიკოფის გოლი გაუშვი. ძალიან მეზიზღება ამ თამაში. ქვარეშამს ძალიან ცუდი პასი რივალდოზე, უნდა უყენია დაცვაში აქეთ ალვარესი წავს. ეს ბანზი ალვარესი. დიდი არაფერი, მარადონა მოდი აქ. ამშიკი. პედრი. ამშიკი გაუშვით წინ. და
აუ ვერ დავარტყი, ვერ დავარტყი. აკინაღამ ბურთით შავჭერი, მაგრამ მაინც ამას დარჩა ბურთი, იმიტომ რომ გამომართლა ხუსანოვი კარგი ართმევაზე, აქეთ ნუნუ მენდეში ისევ ხუსანოვი და რივალდო ბურთით. გვარეშმა ბურთი არ დავკარგეთ, კარგი პასი რივალდოზე, ლოუდრივენი გაუშვათ და 2-1 ანგარიში. პროფესიონალური გოლი, სად ჩემი გოლები და სად ამისი. კარგია და განაახლა, ეხლა არ უნდა გავუშვა კიკოფი. აი, მოდი აქ. აბარა სალაჰი აქეთ კარგად დაუტოვე ბურთი კორდობას. აუ, კაი რა. მოდი გოგო აქ. არ აქ თხო. არა, 2-2. ძალიან ბანძი გოლი გაუშვი ორივე. ძალიან. მაგრამ არა უშავს ამას არ მოვაგებინებ მაინც ჰამშიკი. კაი გათამაშება, აქეთ რივალდო, ისევ ჰამშიკი. ჰამშიკი კი არა, რივალდო გამიხსენი დროზე. აქ ცენტრში პასი თამაშგარი. ქვარეშმას 5-5-ზე ქონია, ამიტომ ორივე მხრიდან გავთხაროთ გოლები. გაგვექცა კალი. მაგრამ გავაჩერეთ ხუსანოვით, პედრი, აქეთ ქვარეშმა ერთი პასია საჭირო მშვენიერი და ეს მომენტი გოლით უნდა დავასრულა აუცილებლად. ფინესი სალაჰის და 3-2 დაიწყო ამან თამაში. დივიზიონების ვიდეოს იმიტომ არ ვდებ, რომ FIFA თითქმის თავდება და რა მნიშვნელობა აქვს ახლა რომ დივიზიონშიაო. რა თქმა უნდა ელიტში შემიძლია ასვლა, მაგრამ მეზარება რა და ფუდრაფტი ცოტა გასართობია და შემდეგი FIFA მალე გამოვა, რაღა დარჩა და აი მანდ უკვე ნულიდან რო დავიწყებ გუნდის შენებას, უფრო მუღამი იქნება დივიზიონებსაც, პაკებსაც და ასე შემდეგ რა. გავხურდეთ FIFA 27-მდე. პედრი აქეთ, სალაჰი იხსნება, მშვენიერი პასი ქვარეშმასგან. აქეთ ბაჯოზე პასი, ფეიქ შოთი და შედევრი 4-2 ანგარიში. როგორც ჩანს, არ გათიშა მან ორჯერ აიღო პაუზა, მაგრამ გადაწყვიტა რომ თავი უფრო შეერცხვინა ვიდეოში დაჟე. რონალდინიო აქეთ გავაჩერეთ ვირჯილით, სალაჰი, პედრი, მშვენიერი პასი, მშვენიერი გაგრძელება, უფრო მშვენიერი გაგრძელება, სალაჰი ისევ ლოუდრივენს გაუშვებს, ვერ გაუშვებს. უკანა დაუბრუნებულიყავი და მე უნდა დამერტყა ფინესი, მაგრამ ეგ არა უშავს, აქ ხუსანოვით უნდა შევჭამოთ ეს. არა უშავს, ნუნუ მენდეშით შევჭამეთ. აქ პასი არ მინდოდა ჰამშიკ. არა ბურთი მაინც ჩემია, უკვე აღარ ისევ. ეხლა ვირიე. აქეთ აუ, კაი რა. ოპა. მოდი აქ, პედრი, სალაჰი გაუშვით წინ. გავუყოლეთ პასი, მაგრამ კორპუსით დაფარა ერიკ გარსიამ. გავითამაშოთ აქ ჰამშიკი. პასი ბაჯოზე ვერ გავიდა, ბელინგემი მორბის, მაგრამ ტყუილად კორდობა აქეთ. ისევ პედრი, ვირჯილი. ქვარეშმა რა კარგია და 5-2. მიდი რა გათიშე ძმობას გაფიცე. გოლის აღნიშვნა ისევ დამავიწყდა, მაგრამ იმდენს გაუტარო, ოდესმე მაინც გამახსენდება. პედრი. კარგი პასი სალაჰზე. აუ, სალაჰზე ვაკეთებდი ისევ პასს, მაგრამ ვერა. ქვარეშმა და უკვე მართლა დროა, მე დაუპაუზო და მიხვდეს და გათიშოს. არ ართიშოს. არ ვიცი რა, ამ ხალხს რა ჭირს დღეისობით. გავაგზავნოთ სხვა რა გზა. კორდობა, სალაჰი გაუშვით წინ. ქვარეშმა აქეთ მოძრაობები, მაგრამ შემთხვევით წამართა ბურთი. შემთხვევით. სალაჰი ისევ გაუშვით წინ, აქეთ ბაჯო, კარგი პასი, კიდევ კარგი პასი და ეს შეტევაც უნდა დავასრულო გოლით. მაგრამ თამაშგარი დამიდო ნაძიგრალა მსაჯმა. ჰამშიკი. რა დროს დამისრულა ახლა მსაჯმა? ამ მსაჯის მეორე ტაიმი. აბა ვნახოთ მეორეში რამდენს გავიტან და რამდენს გაუშვებ. ერთი პაუზა აქ ამას დარჩენილი და ჯერ კიდევ არ არის დრო, არ არის გვიანი გამითიშოს თამაში. და მიხვდეს თავის შეცდომას ლინდელოფი აქეთ. რონალდინიო.
მოდი აქ. ჯარიმა არ დაიდო, კაია. კუთხური გაითამაშებს ალბათ მარადონა ვისთან. არა, ჩააწოდა დარტყმა, მაგრამ მოდი რივალდო გავუშვათ წინ. ერთი პასი, კაია და რივალდო აქ თანცაცია, თან ლოუდრივენი და კაი ბიჭო, კაი ფინესი. კუთხურია 11-2 უნდა იყოს და 6 თურს ვიგებ. ხოლო რონალდინიო ბურთით აქეთ. ბურთი მოვიდა. გვარეშმა ამში კი დაუკარგი ბურთს. ხალი გაგვიქცა უკვე აქ. 30-ით. ძალიან გავარნა გოლიც გაიტანა. ბაჯო გვარეშმა და ისევ შემთხვევით წართმეული ბურთი. დინიე. ჩავჭერი ეს პასი აქეთ. გვარეშმა ელასტიკო გავაკეთოთ, დავაბნიოთ მოწინააღმდეგე. და ისევ შემთხვევით წამართვა, მაგრამ ამჯერად ვერაფერს ვერ გახდება. ნუ, ძელი, შტანგა, გოლი. ედრი აქეთ, ბაჯოზე, ბაჯო ვერ დაეწევა. ერიკ გარსია ძალიან დაბნეულია ან შეშინებული, უფრო მეორე ვარიანტი მგონია. ამში კი აქეთ ბაჯოს დაუგოროთ. ესეც შემთხვევით წამართვა. ამში კი სალაჰი და აქეთ გვარეშმა მაწონზე გაუშვით იქით ვიღაცა და 7-3 უკვე. ალბათ მხოლოდ გოლის მომენტებს დავტოვებ მეორე ტაიმში. რო არ მოვბეზრდეთ ამ ცალკარის ყურება. ამიტომ მალე დაგიბრუნდებით. გათიშა. ესეც პირველი მოგება. ვიწყებთ მეორე თამაშს და ვნახოთ აბა რა გუნდი ყავს კოზაკს. კარში ჩეხი. სალიბა ნუნუმენდესში გამოკვეთილი. ძველები შვაინშტაიგერი ნახევარდაცვაში და შეტევა უსაშინლესი გუნდი ყავს ზიდანს თუ არ ჩავთვლით. ავედით აბა ვარდისფერი ხაზები უყენია. კი ხვდებით რაც არის ეს და ვინც არის ზიდანი. კაია, ნუნუმენდესში ბურთით. ამში კი რივალდო წადი რა შენით ხო უნდა მიხვდე. ბაჯო სალაჰი კარგად გაიხსნა. მოკლედ რა ამ თამაში შემთხვევით წართმული ბურთები უკვე პრინს ჯამს მიპაუზებს და ნეტა გათიშავს უკვე მიხვდა ვინც ვარ, არ ვიცი. რივალდო გვარეშმაზე პასი, კი არა პირიქით. გვარეშმა ვერ გააკეთა პასი რივალდოზე. არა უშავს რივალდო. ბაჯო გააკეთებს რივალდოზე, ვერ გააკეთებს. ვაპრესინგოთ აბა იქნებ იქვე მოვიპოვოთ ბურთი, მაგრამ ახლა პას გააკეთებს ეს. ვერ გააკეთებს. აი ეს თამაშგარი თუ არ არის დავიღუპე. ამგონი დავიღუპე. არა. აია. ბაჯო. გვარეშმა აქეთ. აუ, კაი რა. სალაჰი. აი ეს წითელი ბარათი. მე რომ საჭირო აგძლებთ პაუზა ქონდა აღებული და გავიდა 30 წამი. პედრი. სალაჰი აქეთ. ბიჭო, აი კიდე უნდა მოტყუებულიყო, მაგრამ გურღაც მაინც წამართვა ბურთი. პედრი, კაი ართმევაზე. ერთი პასია საჭირო, რომელსაც ვერ აკეთებს. რივალდო, ამში კი ბაჯო. აუ, ამას შემთხვევით დავაჭირე, ამში კი ფინესი და გაძლებაზეა მეტოქე. ბურთიც ვერ მოაქნახეთ. ნახეთ რა გენიალურ პრესინგს ვეთამაშები. სალიბა, ამში კი ბაჯოზე პასი. ლოუდრივენი და კაი რა ბაჯო რა. გამეხსენი მაინც. ამშიკ. What the fuck? კაი პასი და 1-1-ზე ვართ მეკარესთან. ეს უნდა გავიტანო. თავზე გადავუგდოთ და 1-0. ვარდისფერ კარებში ჩავთხარეთ გოლი. შემდეგ გოლს უეჭველი აღნიშნავ. აი ახლა გავიტან და აღნიშნავ. ამის მერე ბურთი მოვიდა ბიჭო. აუ მაინც სამართო. ვაიმე ავწდი ბურთს. ჩვენია ამში კი კაია ძალიან. ბიჭო რა. იაშინმა ძალიან კაი ბურთი აიღო, მგონი მაინც ვარდებოდა, მაგრამ ამში კი კაი პასი რივალდოზე ძალიან. გვარეშმამ ვერ გააკეთა აქ პასი და ძალიან ცუდ პოზიციაში დავკარგი ბურთი, მაგრამ ვიბრუნებ პროფესიონალურ დონეზე. რივალდო აქეთ. ამში კი კაი, ახლა უკვე ზედმეტია ზმაო. ბიჭო, ზურგს უკან როგორ მართმევს. რივალდო
შევიწიოთ ფლანგზე. მოვატყუოთ. კიდე მოვატყუოთ. ვარეშმა ლოუდრივენი და 2-0 ანგარიში. აღნიშნვა გავუკეთოთ. მიდი დაიმალე. ახლოვდება ის როცა უკვე გაგვითიშავს ჩვენი მეტოქე და მიხვდება რომ ყველა დროს კარგავს ჩემთან თამაშით. ნუ მენდეში უკვე რა პასებს აკეთებს თვითონაც არ იცის ვოკერი. ჰირსტი აზრზე არ ვინ არის ვოკერი ისევ ავართვით რივალდო აქეთ ბაჯო კაი პასი და ერთი პასი აქვს საჭირო რივალდოზე მშვენიერი პასი შევუგდოთ სალახს და 3-0 უკვე ანგარიში იაპკო 3-1 სამწუხაროდ კიკოფის უბანძესი გოლი გამივიდა აი ერთი გოლი დავამატოთ როგორმე პირველ ტაიმში როიმ მინა გავინაღდო მოგება აია ბაჯო პასი გაუკეთეთ მშვენიერი აქეთ რივალდოს ვარეშმა ეს არ უნდა მიქნა არა ბოლოს შეტევა შეიძლება მაინც მე დამრჩეს თუ ეხლა წავართი ბურთი მაგრამ ვერ ვართ მე აქეთ მიტევს და ძალიან სახიფათოდაც მაგრამ დაიკიხოთზე ვაგრძელებთ მეორე ტაიმს არაფერი არ შემიცვლია ალბათ ამას შეცვალა რაღაცები იმიტომ რომ მეორედაც აიღო პაუზა ჰამშიკი ბაჯო ისევ ჰამშიკი შვენიერი პასი ცრუ მოძრაობა ვაიმე ბოლო კაცის მოტყუება გადამრჩა და მაინც და მაინც მან დაუკარგი ბურთი პედრი ისევ პედრი კაი პასი ლოუდრივენი და 4-1 ანგარიში ამჯერად არ აღნიშნავ მოვიდა ბიჭო ბურთი დაეგრე სალაჰი პედრი აქ მოდი მაღალი პასი გაუკეთოთ სალაჰს იმედია დაეწევა გთხოვ დაეწია სალაჰი ეს პენალტი არისო ნუ საჯის არ მინდა რა გინება არ მინდა სალიბა სიდანი და კარგა ბურთი მოდი სალაჰი ისევ გავუშვოთ წინ ჰამშიკი შვენიერი პასი შეაყოლა ცრუ მოძრაობებით დახუნძლული მოძრაობები და დაუკარგი ბურთი შემთხვევით წამართვა ზიდანი ვოკერი ნუ ეს კაი შეტევა აქვს აღიარებ მაგრამ რას აკეთებს თვითონაც არ იცის ხოლმე ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ეს შეტევები ყველა არის გავარდნა ეს არის ხატრობა და არა თამაში მოაწოდებს კუთხურს თვით ზიდანი სრულიად ტყუილად ხარით აუ კაი ისევ კუთხური ტყუილად არ ტყამს ეგეთი გოლი FIFA-ში არ გადის რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს სიტყვები ჩაწოდება ისევ კუთხური კაი რა ჩაწოდება ამჯერად კუთხური არ არის პედრი აი შეტევა ძალიან რივალდო წინ გარბისთან ერთი პასი გვინდა ახლა რივალდოზე გავიდა ეს პასი სადამოარტყა ფეხი ქვარეშმას ფინესი გაძლებაზეა მაგრამ ამდენს ბიჭო როგორ ვერ გავიდა გოლი ცემე ამის ფეხბურთელები არიან ნაცემები გასისხლიანებულები და ნუ აქეთ გამოიქცა გაიტანა იქით 27 ჯერ დავარტყი და ვერ გავიტანე ეს ერთხელ გამოიქცა გაიტანა ბურთი ჩვენია რივალდო წადი წინ ძმაო იქით სალაჰი გვეხსნება შვენიერი პასი კიდევ ერთი პასი რომელიც არ უნდა მიქნა ვიზედ მეტე ძალიან პირდაპირ უნდა დამერტყა და გავიტანდი მე-5 გოლს ნახეთ როგორ გაუმართლა და 4-3 ხო არ მეღადავებით რივალდო ცუდად მივიღე ძალიან first touch ძალიან ცუდი first აქ შეტევა უნდა ჩავშალოთ ასეც ხდება ჰამშიკი რივალდოზე უნდა გამოიყოლებინა მაგრამ ვერ გაუბედე არა უშავს კაი შეტევა მიდის ძალიან ეს არ იყო ჯარიმა ბიჭო ბურთი მაინც ჩემია
ნიკო პასი გვარიშმა. ეს მგონი თამაში გარია, დიახ. და ეგ არის რა, კიდე პაუზა აიღო და ვიღალი. დარტყმა და გამოიტანა თავით ნუნუ მენდეშმა, მატუიდი ბურთით, არ დავარტყმევინოთ. შვაინშტაიგერი, კაია ბურთი ჩვენია. წინ პასი, შვენიერი შეტევა, ელშარავი. რაუდარი პასი მისცა, რა იყო შენიანია. კაი დავაწყნაროთ ახლა თამაში. 10 წუთი ბურთი უნდა დავიჭირო, 10 წუთი. კაია ჯერჯერობით ბურთი კარგად მიჭირავს. 3 წუთი გავიდა უკვე, მე-80-დან, მაგრამ დავკარგი ბურთი. სასწრაფოდ უნდა წავართო ბურთი. ჩააწოდა, იმიტომ რომ ვერ მიტევს პასებით და ბურთი ჩემია. შვენიერ პოზიციაზეც ვარ, მაგრამ აქ პასი არ მინდოდა ელშარავიზე, მინდოდა ნიკო პასზე, მაგრამ ჯოისტიკმა გაუბერა ნიკო პასს, ვეღადავები. მოიტა ბურთი, აუ არ აქვს ხო. იაშინი. აი, საღოლ რა. თავარია ახლა კუთხურიდან დებილობა გოლი არ გაუშვა, გაითამაშა ზიდანი, ვოლკერი. 3 წუთი უნდა გავიყვანო დრო. ხოლო 3 და აქ რატო ვაკეთებ პას? თამაში გარის ხაზი ამოვწიოთ. თუ დაცვის ხაზი რაც არის, მოდი შეტევაში წავალ ახლა მე. გავუტან და ბოლო მოისვენე რა ჩემო ძმაო. Load driven-ი ვერ დავარტყე. 2 წუთი დაამატა. საჯმა. 1 წუთი უკვე გავიდა, კიდევ 1 წუთი. საჯო დაასრულე რა. მოდი აქ. ყვითელი ბარათი ავიღე. ოკერი, ნიკო პასი და აუ, კაით რა. ბურთი მომეც, ეგ არის, მოვიგეთ. 2-დან 2 მოგება უკვე გვაქვს. დავბრუნდით მეორე თამაშით და მოწინააღმდეგეს გუნდი. ესე გამოიყურება დიდი არაფერი. გარინჩა ყავს წინ, ტევისი ბურთით. ვერაფერს ვერ იზამს, მაგრამ ბურთი მოიტა. ლევანდოვსკიმ ბურთი დაკარგა. აქ ძალიან ვიჩქარე, მაგრამ ბურთი ისევ ჩემია. გვარიშმა წინ გაუშვით. ერთი პასია საჭირო, რომელიც სალაჰმა ვერ გააკეთა. მაგრამ კაი ჩანაფიქრი იყო ნამდვილად. ბურთი აქ ჩემია, რა თქმა უნდა, მოდი ნუნუ მენდეში წინ გაუშვოთ. გააკეთებს ბაჯო პასს, გვარიშმაზე გააკეთა. ისევ ბაჯო. ბურთს ვინ არ ჩუნებთ, მაგრამ ძლივს და დავკარგე. აი ეს კარგად თამაშობს. ბევრად ვიდრე წინა მეტოქი. არა, ჩემთვის ეს პრობლემა სულაც არ წარმოადგენს. რივალდო წადი ძმაო. შვენიერი პასი. კიდევ ერთი პასი და სალაჰმა გახია კარი 1-0-იან კარიში. ითხარით პრობლემას არ წარმოადგენს მეთქი ჩემთვის. სალაჰი ვინმე გამიხსენით, ბიჭო. პედრი, ბაჯო. აქეთ ქვარიშმა არ დავკარგოთ ბურთი, რაც თავარია და დარტყმაღა დარჩა, რომელიც ვერ მოვახერხე. დასარტყმელ პოზიციაზე ვერ გავედი. ნუ დავარტყამდი, მაგრამ დაიბლოკებოდა ყველაფერი, ამიტომ უკეთეს მომენტს ველოდებოდი. აქ ვანდაიკი შეუდარებლად დგას და ჩამომეძინა მომენტში. თორე შეიძლებოდა კარგი პასის გაკეთება აქეთ. კამბიასო ეს შემთხვევით გავაკეთე. დავტოგოლიც შეიძლებოდა გასულიყო. ბაჯო, შვენიერი პასი. გვარიშმა ვერა რა და ერთი დარჩებოდა. პედრი. რივალდო. ჰამშიკი, ეს ჩემი ბრალი იყო. ჰამშიკი ისევ. კარგად გავწდი ყველას და ყველაფერს. რივალდო, ლოუდრივენი და 2-0-იან გარეში. მოდი ეს აღვნიშნოთ. ჩაიწიქვევით რივალდო. რივალდო ბურთით. აქეთ ჰამშიკი. პასი გავუკეთოთ აქ. მერე ცენტრში პასი. სალაჰი არ კარგავს ბურთს. კორპუსი ჩავაყენე კიდევ ერთხელ და ფინესი კასილასმა როგორც იქნა აიღო. მოდი ჩავაწოდოთ უდარით. ნუნუ მენდეშიც დარტყმა და 3-0-იან გარეში. მიხვდა მეტოქე რომ გათიშოს. აბა რა, 3-დან 3 უკვე და დაგვრჩა 1 მოგება. ვიწყებთ მეოთხე თამაშს. წინა
ნუ მეოთხე თამაში უკვე ვითამაშე მე, მაგრამ 1-1-ზე გამითიშა და არც მოგებად ჩამეთვალა, არც წაგებად და ძალიან გიჟი გუნდი ყავს ამას. იმასაც ძალიან მაგარი გუნდი ყავდა, მაგრამ ამისი უფრო მაგარი ჩანს. კაი, დავიწყეთ აბა. პელე არ დაარტყა 1-0. კიკოფის გოლი გაგვევიდა. აქვე ჭველი უნდა წავართო ბურთი, აუ ბეილს რა დაეწევა. გამომეკარე, 2-0 სამწუხაროდ. ეს თამაშგარი არ იყო? როგორც ჩანს არა, ბურთს ვერ ვართ მე ბიჩო. რივალდო ბაჯოზე ახლა გავაკეთე პასი. გავუყოლეთ მშვენიერი პასი, ლოუდრივენი. პირიქით დავარტყი, რადგან მეკარეს ვიცოდი რომ გადაწევდა, ეგეთი მოთამაშე ჩანს და 2-1 ანგარიში. ერთი გოლის და ამას დავეწევი. თავარია ახლა კიკოფის ბანძესი გოლი არ გაუშვა. კაია. სალაჰი წინ გავუშვით, მაგრამ ბურთი დავკარგე ძალიან ცუდ პოზიციაში. ვანდაიკ აქ თამაშგარი არ იყო? კაია. დუგლას ლუისი და მაინც გაიტანა 3-1. წავედით აბა კიკოფზე ჩვენ. არა, კიკოფი არ მინდა არ გავიტან. ეგეთ გოლს მე არ გავიტან. ამში კი ბაჯო გვარეშმა აქეთ სალაჰი. კაი, პასი უნდა გამოსულიყო, მაგრამ კაი, რივალდო გავუშვით წინ, მაგრამ აუ ბურთს ვერ ვიჩერებ. და ესეც 4-1. ძალიან მაგრა თამაშობს. დაბრუნდება უეჭველი ახლა უკან. პასი გააკეთა. და პენალტი დაადო საერთოდ მსაჯმა. გააფრინა რა. მოდი მარცხნივ გადავხტეთ. და 5-1. დაეწია და პენალტი წესით კი. პენალტი კი გამოიმუშავა. დავარტყათ მარცხნივ 5-2. მოკლედ 3 თამაში მოვიგე. 4-დან სამწუხაროდ არ გამიმართლა. 4-დან 4-ს ვიგებდი, მაგრამ პირველმა მეტოქემ გამითიშა თამაში და ფრედ ჩამეთვალა. ამიტომ მოხდა რაც მოხდა რა. პროგრესი არის რაც მთავარია. პლეიერ პიკები გვაქვს და ეს დიდად არ მგონია რამე დააგდოს. კაი, გავხსნათ ეს 2 ცალი პაკიც 5x82. რა თქმა უნდა არაფერს არ დააგდეს, ხითარიანი 1 პიქსელი ესენი. მეორე პაკი 10x91 არც აქ ვულკაუთი და ეს ალბათ კოვაჩიჩია, კი ბატონო. ყველაფერს quickseli ეგრევე თხლიშო. დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგი ვიდეო ალბათ ისე ფუდრაფტი იქნება. ჯობია მე მგონი გასართობად. თან კომენტარებში ძალიან ბევრი ითხოვთ ფუდრაფტიო და აჰა, გადავიღე და შემდეგი ვიდეო ვეცდები რომ შემდეგი დრაფტი ვეცდები რომ მოვიგოს 4-დან 4 და დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგ შეხვედრამდე აბაჰეთ.